მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ იმყოფებით ჯუმანჯის YouTube არხზე. ჩვენ წინაზე შემოგთავაზეთ ეს პოდკასტივით გადაცემა, სადაც ჩვენი თამაში განვიხილეთ. იქ ვახსენეთ ძალიან ბევრჯერ ქალბატონი ნატალი, რომელიც არის ჩვენი მასწავლებელი, ჩვენი გურუ მაფიის. ასევე განვიხილავთ ჩვენს თამაშს, სადაც ვითამაშეთ ჯუმანჯიში, ჩვენი ვერსიაში, მეგობრობის ხანობაში პოსტის მეორე სართულზე. და იქ მოიგო სერიულმა მკვლელმა და ეს იყო ჩვენი ულამაზესი ლიზი. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ამ ერთ თამაშს, მე მივაბავთ მეორე თამაშსაც, მაგრამ იქ მე კიდე ერთი სურპრიზი გელოდებათ. დაელოდეთ. კარგადაც მეიქნება. ეხლა გიგა. და თქვენ მაფიოზებო რა, მე წამყვანი ვარ, მე არაფერ შუაში არა ვარ. საერთოდ მე უბრალოდ მიმყავს გადაცემა, მე ყველგან ერთი და იგივე ვარ. მიმყავს გადაცემა, მორჩა. დანარჩენებს შემოგთავაზებენ ჩვენი მაფიოზები, გიგა იყო ექიმი მაგ თამაშზე, რომელმაც დახურა თამაში, მაგრამ სერიულთან ძლური იყო, იმიტომ რომ სერიული წითლად მოწმდება. ისმეთ გიგილო. გამარჯობათ, მოგესალმებით ჩვენო YouTube მაყურებელო და არა მარტო ჩვენო მაყურებელო. ვერ გაგაწყვეტინე სიტყვა ეს კი მინდოდა რომ სადმე ჩავჭერილიყავი, მაგრამ როგორც თამაშებზე აი ესე არაჩერებს ეს ბიჭი რა, ამენას რა გავაკეთო არ ვიცი. აბა ეხლა მითხარით თქვენ როგორ მოგეწონათ ჩვენი თამაში, როგორ შეაფასებთ თამაში. აუ მოდი, ლიზი, სანამ შენ დაიწყებ, მოდი აი ნატალისთან გადავიდე. უყურე ჩვენს თამაშს, ქალბატონო ნატალი, როგორ მოგეწონათ მე. თქვენზე იმდენი ვილაპარაკეთ წინა პოდკასტზე. მომეწონა, ანუ კაი თამაში იყო. უბრალოდ როცა იქ, ანუ ვისაუბრო ხო თამაშზე. რა თქმა უნდა. ხო, როცა იქ შავი იკლავს თავს და აცხადებს რომ შერიფი ვარო, მანდ უკვე ნამდვილი შერიფი არ გაიხსნება რა, წითლით მithumetes არ გაიხსნება. აი მანდ უნდა იყოს ეგ დაბალანსებული ამბავი, რომ როცა იცი რომ იქ შერიფი მოკვდა, ღამე შავია ხო? თუ გაიხსნება იქ შერიფი, ნამდვილი შერიფი, მაშინ აუცილებლად გაიხსნება შავი გადამოწვევით. ან თვითონ ვინც თავს იკლავს იმან უნდა დატოვოს შავი გადამოწვევა, რომ მინიმუმ ბალანსი ათამაშოს და აი მანდ უკვე იმ მკვდარი შერიფის ანუ დონის თამაში ცოტა არასწორი არის რა. უნდა ითამაშო პირდაპირ გახსნილი შერიფის შერიფობა. იმიტომ რომ სტრატეგიულად არ არის სწორი. ხო, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ისე მოხდა რომ შერიფი, ნამდვილი შერიფი გაიხსნა წითელი გადამოწმება. ხო და ანუ არაფერი მოხდი არა. ანუ შენ ამბობ იმას რომ ფეიკი აღარ გაიხსნებოდა მე ტყუილად წითლით. ხო. აი მაგაში ვეთანხმები ახლა ქალბატონ დედას, მე ნატალის ვეძახი დედას და ძალიან ბევრმა მკითხა რომ მართლა დედა, ანუ მართლა დედა ეგონე ჩემი ძალიან ბევრს რა. ხო. ლიზი. მე ვიყავი ექიმი, ბეტონ ექიმი, რომელმაც ნულზე ვიპოვე შერიფი. უშველე შერიფს დავიბარე სიტყვა რომ 1-6 მოიხსნა სამაგიდიდან მეთქი. აი მე რა გააკეთეთ იქ ასეთი შენ და ერთმა რომ აი ეს თამაში მე წავაგე აი სამიხსენით პროსტო. ამან და ერთმა? ხო. ერთი მოკლა ლიზი ღამე. აქ თავარი არის 10 რა გააკეთა. 10 ნომერმა როგორც ითამაშა, მე მაგით გარანტირებულად მოვიგე რა, ზუსტად. 10 რო გამოდის და იძახის 5-ო შეიძლება შავი იყოსო. თან მე თავიდანვე ისევ თამაშობდი, რომ არც ერთ დეტექტივობაში არ ჩავწერული ყავი და მთლიან ქალაქს იმუშავებდი, რომ მეთქი იქნება 2 ნამდვილი დეტექტივი იყო მეთქი რა და მაგის გამო მთლიან ქალაქი მაშავებდა. კიდე 3 ნომერი იყო ხო დეტექტივი? არა 4. 4 ნომერი მთლიანი ქალაქი მაშავებს და არც ერთხელ არ გადამომწმა, არც ერთხელ და სულ წითელი გადამოწმებები მქონდა. აი ეგეც თალკე კიდე ის იყო, რომ ვინც გეშავება ის უნდა გადაამოწმო, ხო? რა გამახსენა მე იცი ის შერიფი 4 ნომერი გამოდის და რა ვიცი ახლა მე ვინცგანაც გავუყვანოთ. ზუსტად. და რა მე ვინმეს გადავამოწმება და მე ხოზი ვარ ხუთზე რა. შავმა კარგად შეუტია მაგაზე რა. 7 ნომერს ქონდა ძალიან კარგად შეუტია გიორგი მაგაზე, რომ კი, გვახსოვს. გიორგი არის ფიფქია. ამაზე კეთე. ძალიან ძლიერი არგუმენტები ქონდა 8 ნომერს. მე არ ვიყავი ჯერ გახსნილი რა ექიმად და შეუტრიალდი ამ 4 ნომერს და ეხლა ან მორჩები მაგების ლაპარაკს ან ჩემი ხელით გახვალ ამ მაგიდანს და კაი გავჩერდები. და всё, მე შერიფი რო არის, შერიფი რო ხარ ცოტა სერიოზულად უნდა ითამაშო. აქ ლიზი მითამაშა ძალიან კარგი თამაში ჩემს და არც მწვადი დაწვის არ ჩამფურის აი რაღაც შუაში კარგად იარა. უბრალოდ ბოლოს მე როგორც წამყვანი კინო ვფიქრობდი რომ всё ეხლა უკვე მორჩა მეთქი. ხო, მე ამ ხელით აწევაზე თამაში მორჩა. ამას ვფიქრობდი. გაყავთ 1 6 და მორჩა თამაში. მე ვფიქრობ რომ მაინც რაღაც ჩანსი მექნება და ინტერვიუ. აბა ეს არ მოხდა. აბა გადმოიწია ესე. არა, 7-ია შავიო. და 2 იყო დეტექტივი. ეგ ვარიანტი, სწორი არის. ახლა შევიცვალე, მარტო თამაში ვექნომეთ. 4 და 9 გუნდში არიან და მესამე მაფიოზია ჩემზე უკვე 7 ნომერი რა. იცი რატო? 1 ნომრის 9 რატო იტყოდა? 1 ნომერი, ისა ვქია, ეს როლს ღამეო. თავის შავს რატო შემოიყვანა, მითხარი? რატო შემოიყვანა თავის შავს, მითხარი? არ შემოიყვანა თავის შავს, არც ერთ ვარიანტში. 7 ნომერი გაიყვანე, არა, 7 ნომერი გაიყვანე ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ 4 აი ეს ხეიცი ნაჭყი ამას მიუტრიალდა და ეჩხუბება რომ გოგო
გასაკეთებ. რაღაცა და ლიზი როგორ იცი? აი, ამას ამოვანებ. 9-4-7-იო, ბიჭო. არ ვიცი. აი კიდე მინდა ფიქრი, რომ აი კიდე მინდა რაღაცაზე რო ვფიქრო. ან 6 ნომერმა რა გააკეთა, აი ხა 10 ნომერს რო და არ ვიცი, რა უნდა გავიგო, კაროჩე რა მოხდა, რანაირად, ვინ როგორ, ამიტომ მე ვპასავ რა. აი, აქეთ აი ელაპარაკება 6-7-ზე იდგა. აი აქ ელაპარაკება და ლიზის თავში გაჭიმული რა ფეხა არ იზრევა. არ იზრევა, აწყობს ამის გაყვანა იმას კლავს თამაში საკარგი მომენტი იყო. კიდე ის იყო რომ პირველმა რომ ოქრი მოკლა და ოქრის მკვლელობა ხო გამაცხადე. აი ოქრის მკვლელობას რო აცხადებ, აი ესე ვიფარებ ხელებს ვიცინი ბოლო ხმაზე. პირველი ნომერი მიყურებს, მოიგეო? ანუ მიხვდა უკვე მად ისე ვიცინოდი, აი მეთქი ხარ გაიცინო, გახვეწა. ვერ ვიკავ, ესე მეჭირა ხო. ბად მე გავკრიჭე, ძალიან სიამოვნა, კაი თამაში იყო. პირველი ისროდი ნომრებს აქეთ იქ. მიულოცა სერიუს რა პირველი ნომერიც მყარია, ბრავო! უნდა გამოგვიწეროთ, მაგარი თამაშები ხდება, როგორ არ მოკალი 6 ნომერი. ეს გავკრიჭე გარეთ, რო გავიგო. მარტო ერთი მოთამაშეზე კარგა. ვიდანვე მე ვიყავი შავი, ოღონდ როგორც მაფია. ველა მე მეძახდა მაფიას, აი ყველა და ესე რო გავძვერდე სერიულით მოვიგენ. ლიზი არის ჩვენი კლუბის ახალი წევრი. გადახალს ვერ დავარქმევ, მაგრამ იმ ხნის არა და უშუალოდ ახნისაბის სურამი ვერ მოასწრო. სურამი ვერ მოასწრო. ბაკურიანზე და წაღვერზე ახალია. ლაპარაკზე. აი ხლა იცი რა მაინტერესებს, აი როგორ შეაფასებდი ჩვენს კლუბს, ჩვენს მოთამაშეებს, ალბათ უკვე შენს მეგობრებს, რავი, თუ მარტო მაფიის სასწავი არ ვართ და შენი მეგობრებიც ვართ. აი ხლა ვიღაცებისგან განსხვავებით. არიან ვიტან. კი, შემდეგში დაждდება ჩვენთან ერთად ჩაწერას. აი როგორ შეაფასებდი ამ ხალხს, ჩვენს გუნდს, განწყობას, თამაშის სტილს, მანერას, რა მოგცა რა, ყველაფერი რა. ძალიან მიხარია რომ გაგიცანი. მოიცი, პირველ ვიღაცამ რიგში დაურეკა და ის პასუხობს იქიდან, რომ იცი რა არის, მაფიის კამანდასთან ერთად მივდივარ და გიგენ აი როგორ არ ვთქვათ. შემდეგში მოვიწევ და ავკენწლო. და ავხსნევინოთ ეგ შემდეგში ყველაფერი. მოვიწევ და ავკენწლოთ. ეხლა არ ვთქვათ. არ გიხარ ჩემი მეგობრები. სო. ვინ? აქ რა კაია ყველაფერი. არ ვთქვათ რომ იღებს. იღებს. არ არის ამოჭრა, რატო არაფერი არ არის ამოჭრა, არ მაინტერესებს. სად არავინ არაფერი არ იჭერება. აი ერთ რა იყო? აი ეხლა მაგიტაზე კი არ ყავ შავი იყოს და გაიგო. ლიზის დაუბრუნდეთ რა მაინტერესებს, რას მიპასუხებს. რას მომბუძს? მოიწყნა. მოკლედ ძალიან მიხარია რომ გაგიცანით ყველა საერთოდ. მით უმეტეს აი გუშინდელი ვიდეო რაც გადავიღეთ მომავალში რომ დაიდება, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ყველამ ძალიან კარგად გავერთეთ. გუშინ ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ. ვიცეკოთ ბევრი ვიმხიარულეთ, დაულიეთ, ვიმწყოდავეთ. ძალიან მიხარია რომ გაგიცანით. და კი, აი ერთადერთი რა მინუსიც აქვს ამ მაფიის თამაშს. აი ხო თამაშობთ ხოლმე საღამოობით, ყოველ საღამოს ვიკრიბებით და სახში რომ მივდივარ, ან შავი კარტიდან ვაგებ, ან წითელი კარტით გავყავარ, მთელი ღამე იმაზე ვფიქრობ, აი ეს უნდა მექნა, ის უნდა მექნა, ეს უნდა მექნა და აი მთელი ღამე ვეღარ ვიცი. ექს უეგრე იქნება. გუში შენ არიყავი, თქვენ რა დაგემართათ? მაფიის გარდა ვერაფერზე საუბარი. წავიდა. იქ და იმაში კაში რომ ვიყავი ჩასული, მაგრამ მაფიის განიხილავდი. ეხლა მე რა მჭირს რა? ხო ძალიან დიდი ხანია უკვე რა, ყოველ დღე იმენა აი მაფიას თამაშობს და დედა ჩემი რაღაცას რომ მეუნება სახლში და აი ვერ გავიგე. და იმ დღეს რაღაცაზე წავილაპარაკეთ ოჯახში და რაღაც არ მომეწონა რაც მითხეს, ნუ. შედანებებულო მეთქი, მეუბნები. მე მაგსადიას არ ვიყურებენ ამას რა ის. მე ჯერ ვაკონტროლებ ხავს. ვიღაცა რომ გამაბრაზებს არ მისიავნებო, ჩემ ტვინში ექსიტყვებს. დანებებულო. მინდა რომ ვეძახო, მაგრამ ჯერ ვაკონტროლებ. თან ექს უეგრე იქნება, არა მნიშვნელობა, ეხლა დაიწყო. მაფიას დარჩა მოსაჯი. შემდეგ ეს რჩება რა, არტიკულაცია. შემდეგში თუ ვიქნები შავი მაფია მოიგებს. აი, ეხლა მე მინდა მე თუ წითელი ვიქნები, შენ ვერ მოიგებ. ოდეს, ესე დაეჯახე. შენ იყავ შავი და მე ვისაც მინდა იმას მივცემ შერიფს. აი, აგრა არ გამოვა. მიდი და მოვკლავ, ნულზე ვესვრი. ჩემი გლავარი. ნულზე ვესვრი, მიდი. ნახე როგორ მიყავს ხალ შეხედე. უეჭველი ვესვრი ნულზე, აი უეჭველი ვესვრი ნულზე.
შემოვა. მაფია არ შეიძლება მე წითელი კარტები. შენ გაგიხსნები, არ მაქვს პრობლემა. იმას რატო ვერ გაიხსნები, ვინ საჭიროა? იმას მოკლავ ეგრევე. რაღაცა შეთანხმებულები არიან, რომ ანა არის ხდება შავი კარტი და დეტექტივად. ხო გაიხსნა მე. მაფიის დოპინგს იღებს თუ რა? შენ ტექსტუმარი შემოვა. აი, მოდი ეხა მე იცი რა მინდა? ნატალი. ჩვენ ახალი დამწყები მოთამაშეები ვართ მაფიის. შენ თამაშობ წლებია. შენ თამაშობ სხვა სტილის მაფიასაც, სპორტული მაფიით დაიწყე, იქიდან გვასწავლე შენ ჟესტიკულირება. მოგვიყევი ახლა ის შენი ისტორია, საიდან დაიწყო პირველად, როდის გადაწყვიტე რომ უნდა გეთამაშე მაფია და როდიდან ჩაერთე ამაში? მე ნახე რაღაცა ცოტა ისეთი პერიოდი მქონდა რა ცხოვრებაში რა რაღაცა ახალს ვეძებდი რაღაც გასართობს იმიტომ რომ მოგეცელებათ გადაშენებული დინოზავრები თუ არა ბავშვებში ამ მაფიის სასტავში ყველაზე ასაკიანი ვარ და რაღაცა მინდოდა რომ გავიან ხალხსდაო აი ნახევარი საუკუნის 50 წლის ვარ ცოტა არის და ანუ მე რო გავიზდები ნატალი უნდა გამოვიდე მე რო 50 წლის ვიქნები აი ესეთ ფოტოზე უნდა ვიყო არ მაინტერესებს მე გობარი მაგაც სახის ხომ და რაღაცას ვეძებდი ნუ გასართობს რა იმის გადარეკწებოდი რაღაცები და ინტერნეტში ნახე რაღაცა მაფიას თამაშობენ და გადავწყვიტე და ის სერვერი იყო Discord-ი რა და მაგაზე შევიდე თავიდან მე ხო სტომატოლოგი ვარ და კბილს პლომბავდი რა ჟენს ვაკეთებდი ისე შემთხვევით შევედი და დამიმატეს რა იქნა დაგიმატონ და ვითამაშე პირველად თამწხვენია და პაციენტი მიზის ეს განაღებული აქვს კადრები ჩემს მეგობრებს პაციენტი გიზით და თან მაფიას თამაშობ უბრალოდ თუ არ ვიცი აი ნუ ერთი სიტყვით მე ძალიან შევედით ანუ ღედახამე თამაშობდით ამ იმაზე ოღონდ უფრო წამყვანი ვიყავი ნაკლებად თამაშობდი და მე გაიხსნა ეს სპორტული კლუბები ის პირველი ქართული კლუბი და მოვხდი ამ სპორტულ კლუბში იქაც ვიყავი გაუგლებული არ ვიყავი ცოტა ვიყავ და რა მეც არ ვიცოდი ჟესტიკულაციები არ ვიცოდი რას ნიშნავდა ბევრი რაღაცა რა ნუ ერთი სიტყვით მე უკვე შევედი ეხლა ტოპ მოთამაშე არ ვარ და გასართობად თამაშობ არ უნდა ეს ნამდვილობის ზენიტი ნორმა შეიძლება ნორმალური დამიძახო და მე შემთხვევით აღმოჩნდი ჯუმანჯი მაფიაში ანუ ლაშამ დამეკონტაქტა ჩვენი მეგობარი ლაშა რომ დედამის ვიცნობდა ჩემი შვილი თამაშობს მაფიას და გიყვარს და მიგვიო ლაშა და ლაშას რეკომენდაციით მოვედი ჯუმანჯიში ანუ აქ რა ხდებოდა აქ არიციან ჟესტიკულაციები აქ რაღაცა გუნდები არ აყავს და მე მინდა რომ რაღაცა ჩემი ის როგორ ვიყავით ხო გასწავს მე ვარ პატიოსანი მოხელაფე პას ხო ანუ ნოწეზე გუნდები არ აყავს მოთამაშეები დავწენ ზოგი ისეთი რომ აგრესია აქვს ამ ჟესტიკულაციებზე ხო იყო ხელებს მე ბაბაძი მოვიყოლე და იქ ხელებს რომ იქნებ თო ნერვები გვეშლებაო მაგრამ აი ბატონი გიგა რომელსაც ძალიან დააინტერესა ჟესტიკულაციები და ვისაც აინტერესა გახსოვს როგორ ვიყავი ყველას ვეძახდი მოდი დამიჯექი უნდა გასწავლო ყველას ვეძახდი და ეხლა თითქმის ყველა ვიცი თუ ეხლა არ ვიცი ეხლა ისე განაგდნენ ეს ჩემი ბავშვები რომ აი 8-ზე თუ ვზივარ შავიჟე დანებებულო შავო ეხლა აღარავის ეშინია ნატალი დედასთვის შეშავო სახელი რო ვარ თამაშს გარეთ და რაღაცა ვიგდეი და პეცახი შეშავო დანებებულო აბადავე მაგრამ ანუ ყველა კლუბს თუ მოთამაშეებს აქვს რაღაცა საკუთარი სტილი რა ანუ ჯუმანჯის თავის სტილი აქ სერიოზს რაღაც დაამატეს და ეს მარტო ჩვენია და სხვა არავის არ არის და არის ჟესტიკულაციებიც რომლებიც მარტო ჩვენ კლუბში აქვს მარტო ერთადერთ მოთამაშეს და ეს არის გიგა ჟესტიკულაცია უნდა გავაკეთო რომელსაც სხვა არავინ არ აკეთებს მაგალითად გიგა არის წითელი რა და ვიღაცა მაგიდაზე ეძახის შავს არ აქვს მნიშვნელობა შავი ეძახის წითელი ეძახის და გიგა ჟესტიკულაცია რა არის რა მოდია საკეთეს მარტო გიგაზე აი წამოიცამა და მოდია აი ეს არის გიგა ეგ მე ტიჩერის განვისწავლე ეხა მეგობრებო ლიზის უნდა დავამშვიდობოთ ძალიან დიდი მადლობა ლიზი ეჩქარება ჩვენ ლიზიკოს ეჩქარება და ამიტომ დიდი ხანი ვერ შემოგთავაზა და ვერ გაყურებინეთ ამ სილამაზეს იმყოფინეთ მაგრამ შეგიძლიათ დასკრინოთ შეგიძლიათ გადაცემებში გადმოვბრძანდი და იქ დიდი ხანი ზის ხოლმე თითქოს ყველა გადაცემაში ბოლომდე ზივარ ხო სულ ვიგე ბევრი გამოხმაურება თუ მოყვება ამ პოდკასტს იჯდები თუ არა და არა შემდეგზე არ ზიხარ მორჩა ისა შეკრავს ხოლმე ხან შავიღა სერვი სუდანა უჭირავს ხელში არ არის თამაში სამი თამაში ვითამაშე პირველად სერიული ვიყავი მე პატიოსანი ვიყავი და მოვიგეთ მე და გიგამ იასნად კი და მე ვიყავი მაფია და მაფიით პირველად ვითამაშე ამდენი ხანი გუში რო ვითამაშე ძალიან კარგად ისაუბრე და მიჯერე რა მე ახი არა რა გადიოდა და 10 არა კი უბრალოდ შენ მე ბოლოს რას თქვი მაგით ვაუწი შენ შეხები თორე ისე ტენთელი არ მეგონი შავ აი მადლობა კიდევ ერთხელ ლიზი აი უღრმესი მადლობა ხელი ჩავგარდა მოდი არ გინდა ესეც ჩვენი სიურპრიზი
და ჩვენ ექიმის კარტი. სადარ ჩემ გურგუინი. ყველაზე ძლიერი წითელი მოთამაშე ჩემი აზრით. სუბიექტურია, ობიექტურად სუბიექტურია, ჩემი აზრით. ჩემი აზრით სუბიექტურად ობიექტური ხო? რა მნიშვნელობა აქვს? ხარიტლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი. ჩვენ ვითამაშეთ მანდარინებში, ეხლას მანდარინებში ვყოფებით და ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ამ სივრცეს. არის ულამაზესი ადგილი, გემრიელესი კერძებით თუ გემრიელესი სასმელებით, მობრძანდით და აგემოვნეთ. ეხლა აქვე ჩავაყვეხებ, რომ დაგვილაიქეთ, გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ, გამოხატეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, გავაგრძელოთ თუ არა, შევწყვიტოთ თუ არა, იქნება არ მოსწონს ამ ხალხს. მაინც მოგრძელებთ და დამიკომენტარო, არ გააგრძელო. ალბათმა დააკომენტაროთ, მე ჩვენ მივხედავთ ჩვენ თავს. იგი ციფრი ხო დაეწერება. აია. აჰა. კაი თემა წამოჭრა მიშკა, კომენტარები. ეს არის ანუ ჩვენი ანა. დეტექტივი. ეგ შემახსენე რა. შერიფი, რომელმაც დახურა თამაში და როგორ თქვი, ხომ მივანებე შავები. ხო, შავები მივანებე მაგიტაზე, სხვა შორს მულოვანზევე. დაძმამ მივანებეთ. ჩემი აზრით. ექიმი იყო ისევ ხო დავიღალე. ხო, დაძმარი. ექიმი იყო ისევ გიგა. ისევ ექიმი ამოვიდა. მე იცი რას ველოდებოდი? მოციქა ექიმის კარტი. კაი, კომენტარებზე მოიცადე რა, კომენტარებზე გამახსენდა. ვიღაცამ დაგვიკომენტარა, რომ ისო ეხლა თამაშს უყურეო და ესენიო ვერ არჩევ, ვერ ამბობენო, რატო არიანო წითლებიო, რატო გონიათო შავებიო. არგუმენტებს ვერ იძახიან და აკეთებენ, რითი აკეთებენ ეს? ვანგემრებია, იმენა. არ გაინტერესებს რომ დაგვიკომენტარეს მიშკა. კი, მაგრამ ისეთი მაგ მომენტში მოვსვი და ვერ გავჩერდი. ხო და ეხლა რას ვეტყოდით მაგ ადამიანს, მე მაინტერესებს თქვენგან რა. მოვიდეს ითამაშოს და აბა გაერკვიოს ვინარი წითელი და ვინარი მე მაქვს სურვილი რომ მოხვიდე ჩემთან წითელი კარტით ითამაშო და მე გაგიყვანო ყველა ხელით შავად. რა შორის? აი ეხლა ნახე მოდია. ამ თამაშს ახასიათებს ესეთი რაღაც, ნახეთ. როცა უბრალოდ მაყურებელი ხარ და ჩვენთანაც მოდიან ხოლმე სივრცეში, რომ ჩვენ ვთამაშოთ, ვიყურებენ და რა უნდა ამას? აი ესეთი ის არ გთხოვე. მე მივიყურებ. კამერის უკანზეს. ერთხელ მოდი ითამაშე. შენ მოდი და ჩვენ მივხედავ. ეხლა ისაუბროს ანუ კი ჩვენ თამაშზე და რა მოხდა იმ თამაშზე, როგორ მიიღე გადაწყვეტილებები, რომ გადაგემოწმებინა ესა თუ ის კარტი. აი, მე ამოვიღე შერიფის კარტი და ძალიან მიყვარს ეგ კარტი, ჩემი პირადი კარტის შემდეგ, რა თქმა უნდა, ექიმის შემდეგ. და ეხლა რა ხდებოდა რა, ორმა ნომერმა ისაუბრა დანებთან ულოვანზევე, რომ მე არ მაინტერესებსო ვინ არისო წითელი და ვინ შავიო, მაგიტაზეო. მე ეხლა დიახ არ მაინტერესებს წითელი მოთამაშე ვინ ხართ, შავი მოთამაშე ვინ, იმიტომ რომ მე ჩემი დღევანდელი გეგმა შევასრულე, უგემრიელეს ლუდს ვსვავ და კმაყოფილი ვარ. რაც გინდათ ის მოხდეს. გაგიმარჯვოთ ყველას და წარმოდებულ თამაშს გისურვებთ. პას? პას. და ამის გამო ჩავთვალე შავად. 4 ნომერმა არასწორი არგუმენტები თქვა და ამის გამო ჩავთვალე შავად, მაგრამ რატო გადავამოწმე 7, ხო? 7 გამოვიდა, მე 7 კარტზე ხარ წარმოიდგინე და საუბარს იწყებ ლუდით. მადლობა სივრცეს, მასპინძლობისთვის, მადლობა ბაზას ამ ცხელამინჩი ჩაგრილებისთვის, ესე რომ ვთქვათ. არა, კარგი ლუდი იყო, ეხლა ყველას მოგვეწონა, მაგრამ აი მე 7 კარტი და რომ მაგიდას ვერ აფასებ, მანდ უკვე რაღაც საეჭოა, მაგიტო გადამოწმდა 7 და ანუ ის იყო რომ 7-ს ვერ ხვეწებოდი მე რომ გავიღვიძე და გადავამოწმე 7 ქვემოდან ვერ ხვეწებოდი რა ჟესტიკულაციით რომ მეთქი გამეხსენი მეთქი დეტექტივად მეთქი, იმიტომ რომ მინდოდა რომ მეთამაშა ვერსია. საინტერესოა ვერსია. მაგრამ არ მათამაშეს ვერსია რა, ამ ადამიანმა ეს ჩაიხსნა, არაო, ვერ გაგეხსნებიო რა გავაკეთო. სუსტი ვარო. ხო, სუსტი ვარო. თან მაგიდის წითელი არ არის ახლა. როცა მთელი მაგიდა შავს ეძახის აზრი არა გახსნას რა. თან არის. მაინც გაგიყვანეთ აზრი არა. ანუ კი დეტექტივიდან რომ იხსნება, ანუ კი გაეხსნა. თულია ხო. განძნელია. მე იმიტომ არ ვიხსნები, ყოველთა შორის შავი კარტი როგორ. მაგას როგორ ქვია ქალბატონ ნატალი, წითლად წამოწვა? ხო, შერიფად წამოწვა. მე წამოწოლილი შერიფი ვარ, გენაცვალე, როცა შერიფი ვარ და დონიდან, იმიტომ არ ვიხსნები ხოლმე. მე ჩემია რომ პროსა შავი ვიждე, იმიტომ რომ ვიღაცა ისეთი გამეხსნება, ზუსტად ვიცი მე რომ დანებებული შერიფი გამეხსნება და აზერ 9 კაცი რო ხელით გამიყვანონ დონის კარტიდან შერიფად გახსნილი მირჩევნია შავად შემოწმებული გამიყვანონ და წყარად გავიდე რა. ანუ თავის სამართლებელია. წითლა წამოწვა მაგიდაზე რას ნიშნავს? მე წითელი, ანუ შავად როგორ უნდა მე იყარო? არ მესმის ეგ, მაგრამ ნუ არის რომ ახლა მეც წითელი ვარ ვიღაცას ისე ვცნობ, ხო აი. ეხლა ძალიან მარტივია მაგალითად, ნახე.
გიგაც მეორე გიგაც როცა დონიდან შერიფად იხსნება ან შერიფად როცა იხსნება არა აქვს მნიშვნელობა ყოველთვის არის ხოლმე რომ სხვაც შეიძლება რომ გაიხსნას ამათ იმიტომ რომ ესენი აი ნახე სტილისტიკურად რო შეადარო რა ესენი შერიფად არ წვებიან ეგრეთ ვთქვათ რა არ ნებდებიან შერიფად ისე იხსნებიან რომ რამე სხვაც ეხსნება მაგრამ შენ რო იხსნები ვეღარავინ ვეღარ გეხსნება მე ვიძახი რომ ძალიან ძლიერი წითელი მოთამაშე ხარ მაგას ვიძახი ან აქ ხო არის რომ ერთმანეთსაც ვიცნობთ ეგრეთ ხო არ არის ხარ ჩვენ არ გვაქვს ის რომ ვიღაც უცხოები მოყავს უცხოს ჩვენთან ვერ ნახავთ ჩვენ გვაქვს კონტენტი ესეთი მარტო ჩვენი კლუბის წევრები თამაშობენ თუ გინდათ რომ ჩვენთან ერთად ითამაშოთ წამოხვიდეთ ასე ლამაზ ადგილებში როგორც იყო ბაკურიანი როგორც იყო წაღვერი როგორც იყო სურამი როგორც არის მანდარინები მაშინ ჯერ კლუბის წევრი უნდა გახდეთ მაშინ ჯერ κλუბის წევრი უნდა გახდეთ და შემდეგ გადაცემას იხილავთ ძალიან მალე ჩვენაც მიგიღოთ და მე ხო უნდა მოხვიდეთ ჩვენთან ჩვენი კლუბის წევრი უნდა გახდეთ გაგვიცნოთ შეგვიყვაროთ და მე ვნახავთ რა ჩაგეჭრა შეიძლება ამ თემაზე კომენტარებში ასევე წავიკითხეთ ჩემი საყვარელი თემა იქნება ახლა კომენტარებში ასევე წავიკითხე რომ ძალიან გთხოვთ რომ თუ გამომწერებს ოდესმე მოიპატიჟებთო და ათამაშებთო მე არ გამომტოვოთო და მართლა არ მახსოვს ვინდა წერა ეს კომენტარი მაგრამ აი თამამად ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ მოგწეროთ უბრალოდ გმითხრათ რომ ხართ ჩემი გამომწერი და აი მე რავი დაგხვდებით თუ არ ხართ რუსთაველი სადმე გნახავთ მოგიყვანთ ჩვენთან კლუბში ვითამაშოთ ერთად მთავარია ეხა არ იყო 12 წლის და ხო 12 წლის და 13 წლის და აი რავი კიდევ ერთხელ თუ დაწერ კომენტარს და მოგწერ პირადში რავი მიგიღებთ ვითამაშოთ ერთად გავერთოთ ვისიამ ეს გამორიცხული პატარების მაფიას გავაკეთოთ ეგეც კი არ არის გამორიცხული სამომავლოდ მაგრამ ჯერჯერობით გეგმაში არა ჩემ მოუსაყვარლესმა ყოფილმა უფროსმა მექიმმა მითხრა რომ ჩემი შვილი გიყურებთ გაგიჟებულია თქვენზეო თავის მეგობრებს აყურებინებს და უნდა რომ თქვენთან ბავშვებმა ითამაშონ და აი მეთქი ექიმო აი დღე-დღეზე ამას დავაორგანიზებთ რომ 12 ძალიან მნიშვნელოვანია ის ამ თამაში რომ მე სამომავლო გეგმა შეგვიძლია დავსახოთ გიგა არ არის პრობლემა ანუ ძალიან მნიშვნელოვანი და მომხიბვლელი რა არის ამ თამაშის და ჯუმანჯიში მით უმეტეს რომ ასაკობრივი ზღვარი არ არის რა ასაკის არ უნდა იყოს მოდი ითამაშოთ თამაშობთ 16 წლის ბავშვებს თათაშური თამაშობენ 50 წლებს თამაშობ შეგვიძლია 60 იყო მოხვიდე ითამაშო მაგალითად სამი ნომერი აი ჩაწერაზე რო ვისაუბრეთ სადაც მე ვიყავი 5 ნომერი ექიმი შეგიძლიათ ნახოთ 9 ნომერი ერთი ნომერი თუ შავი ყავს, 5 ნომერს თუ შავი ყავს და 8 ნომერზეც თუ იზახი რომ შავი ყავს, 10-11-ში რანაირად დათვალე რომ ერთი გამომსვლელი ერთი შავი იქნება რა. ნომერზე ყვარაზის. ხო, 16 წლის ბავშვი. 16 წლის ბავშვია, მაგრამ რავი, ძალიან კარგად თამაშობს არგუმენტირებულად, რავი, არ ეშლება სიტყვა პასუხი და კი, გაიხანია თამაშობს ეგ. ასე შავლებს შეგვიძლია მოვუწოდოთ ძალიან თამამად ბავშვების განვითარებისთვის ძალიან კარგი თამაშია მაფია და აი, ეხლა მე ვიტყვი, რატო არის კაი თამაში, ანუ ზოგს გონია რომ აი რა მაფიოზობანა და რაღაც ანუ ჯერ ხო ინტელექტუალური თამაში აუცილებლად. მე ანვითარებს გონებას, მეხსიერებას ანვითარებს და ანუ ხო არის ადამიანები მაგალითად ვიძახი, რომ აი ცოტა მოსმენის უნარი რო დაკარგულია, ის უცებ უნდა ილაპარაკოს რაღაცა. აი, ამასაც კი ანვითარებს რა ამ თვისებას და უნარს, იმიტომ რომ მინიმუმ გიწევს 10 წუთი იჯდე ჩუმად და გინდა თუ არ გინდა усმინო სხვა ადამიანს და აქედან მე დასკვნა გამოიტანა, ამიტომ ინტელექტუალურიც არის, გონებას ანვითარებს, მოთმინებას ანვითარებს და მე ცხოვრებაში გვადგება რა, ანუ სხვანაირ ხედვა გიჩნდება მაფიის თამაშის შემდეგ. მე ვეთანხმები ექიმ სტომატოლოგს, მეორე ექიმი აგერ ვეთანხმები რომ ნამდვილად იჯდება ჩუმად და საინტერესო ხო ანუ არ იჯდება ჩუმად და საინტერესოა რა ადამიანების ამოცნობაში გეხმარება შემდეგ თამაშის რო სწავლობდო რომ გადიხარ აქედან შენ სამყაროშიც გადგება ძალიან ბევრად გადგება რომ აი ადამიანების ამოცნობაში ამიტომ საინტერესო თამაშია კარგი თამაშია და მოიყვანეთ ბავშვები ათამაშეთ თან მე მახსოვს ერთხელ ვიჯექი პირველ ნომერზე და მე ზოგადად მიყვარს პირველ ნომერზე ჯდომა და გახსნები ხოლმე მაფიის რა და ასეთი სპიჩი მქონდა რომ აი ხაი რატო უნდა მინდოდეს და უშუალოდ 15 წლის და 14 წლის ბავშვს უყურო როგორ ატარებს დღეს და ატრიალებს სლოტებს როცა აი შეუძლია მოვიდეს ითამაშოს მაფია ისწავლოს არგუმენტირებული მსჯელობა ისწავლოს თავის ტყვის აზრის ჩამოყალიბება რავი გადიხარ გარეთ და ბავშვებმა არიციან მეტყველება მოდი და ისეთ მეტყველებას ისწავლი რომ რავი კლასსაც კი გახეთქავ და ჩვენ ისეთებს ვსწავლობთ ხოლმე და ვლაპარაკობთ რა ეხლა მე რო წამოწვევი მე შეიძლება გაგხეთქო მაგრამ რაღაცაში ხო წამომეწევი ცოტას რა არა მე ისიც ისწავლი დაიწყო ეხლა მე ზგულუყუნები თავიდან მაგრამ მე ვისწავლე რაღაც თავიდან არ ვიყუნებდე აუ კულისებში მივანებე ხალხი ხო დაინახე რომ მივანებე კადრს მიღმა ამიტომ გაიქნება რა აი კიდე რა მაინტერესებს ნახე შენ თამაშზე როცა შენ მოკკლის
შენ რომ მოკლეს მაფია აღარ არსებობდა მაგიდაზე, მაგრამ ნახე, შენ კიდე ეძებდი მაფიას. შენთვის ორი ნომერი როგორც ჩანს შავად არ გავიდა. არა, შავად თუ გავიდა. ხომ დეტექტივი ხარ, ამოღებული კარტი რა უნდა? აი ხა მე ესეთი რაღაც ვიფიქრე მაგ დროს რა, როცა დავაღამე, მე მეგონა რომ მკვდარს გადამიმოწმებდი. ორ ნომერს? არა, ორი ნომერი იყო დანებებული შავი. და მესამე შავი ეყოლებოდა 4 რო გადამოწმდა შავად. ვერსიის გასახურა ძალიან კარგი იქნებოდა. 4 რო გადამოწმდა შავად, სადაც იქ 4-ს აქვს ხელი ჩატეხილი 2-7-ის ერთად გაყოფაზე, მან 2 უკვე უეჭველი შავია რა. მე აღარ მიფიქრია მაგიდაზე რომ არა, მანდ ძლიერი გადამოწმება ქონა, სერიული გადაამოწმე. ხო, მანდ სერიული სერიულს არ გაჩვენებ, წითლად გაჩვენებ სერიულს. მე ვფიქრე რომ უბრალოდ აზრი აღარ ქონა, ხო, ეგ სწორი იქნებოდა იდეაში, მკვდარი რო გადამემოწმებინა. მაგრამ იმდენად შავი იყო ქალაქისთვისაც, რომ აღარც მიფიქრია რომ შავის ზევნას მე ეგრევე მივხვდი რატო ესროლეს დეტექტივს და რატო არა იქ იმის, იმიტომ რომ სერიულს უნდოდა რომ ეფიქრა რომ კიდე შავი იყო მაგიდაზე. სერიულმა ეგ თამაში წააგო 4-ის მკვლელობა. 4-ის მკვლელობა. მან კომენტარებში დაგვიწერეს, სწორად დაწერა, დაწერა არის. 4-ის მკვლელობით სერიულმა თამაშმა წააგო. სერიულით უნდა დაეტოვებინა, მოეკლა წითელი, ან ექიმი, შერიფი, ვიღაც წითელი უნდა მოეკლა, რომ ის შავი იყო, გადამოწმებული შავი, შავს გაიყვანდნენ ხელებით. ისი სერიულიდან მეცულებრივ თამაშობ, ყოველთვის მე ეგრევე მოიხსნა, მე საი სერიულიდან მეც მაგის გამო ჟესტიკულაციები ახსნევინოთ ხერბატონატარეს. აუ მიდი რა. მიდი ძმურად გავუშ. აი რა გაინტერესებს ჟესტიკულაციებზე? აი ამას აკეთებ კარგად, მე თითებია. ეს არის უფრო. ანუ მაშინ შენ კომენტარში დაგიწერე რომ არა მეთქი, ეს არის უფროს ნიშნავს რა. აი უფრო წითელი, ეს ხო არის წითელი. ანუ ეს არის უფრო წითელი. ესე უფრო შავი. მაგალითად შერიფებში თუ ყალიბდები, აი უფრო შერიფი. აი ნახე ესე მოახერხე. ეს არის უფრო. უფრო შერიფს ნიშნავს რა. ანუ მაგალითად რო არის, ეს არის დანებება. ჩემს ბავშვობაში ეს უფრო არისო. ეს არის დანებება. დანებება. ეს არის ვიცი რა არის? ეს არის ასტელი, რომელსაც აქ არ ხმარობთ ქალაქში არ არის საჭირო, ეს არის შერიფი. ეს არის შერიფად დანებდა, აი მაგალითად რა. მაშინ იყო ხოლმე. როგორ მაიმუნებს მოსწავლედით ხოლმე და ვიცი ბანაკი. არა, ეს ხო არის ქვემოდან კარგი, გავიარეთ ეხლა ეგ. მაგას ჯონი. მიხარი გაუშვი და აღარ გაჩვენი და. მე გეტყვი რა. ამას რატო ახსოვს ეგ ჟესტიკულაცია, იცი? ჯონის მოფიქრებულ ქვემოდან კრიშა, ანუ ერთი არის, ერთს უკვე შავი ასე ვიყოთ რამე რომ მიყვარს, შავად. უეჭველი შავი. ეს არის ეს ხო ზემოდან კრიში. და არა ეს. ბოდიში ბოდიში. არა, კაი ჟესტიკულაცია. ოღონდ ახლა ცოტა ესე არა, ჯონი ხო რა ვიღა. ჩოდასე მილაიდები ხარ. ასე გავაკეთე, რა ვიღა. ეს სპარამის ნიშნავს ეგ პეპეკა გამოწმდა. ვაი, მოკაში რამდენი კითხვის ნიშანია მომიხსნა. კარგია. მე დავდუმდი 2 წამი. არის ხომ კიდე რაღაცა საკეთებთ ხომ და მე ვერ ვგებია. რა, ეს არის თუ ვიცით, თუ ყველაზე ძალიან დანებება. შეიძლება წითლად დანებდე, შეიძლება შავად დანებდე. ჩემი ნატალის ყველაზე საყვარელი. ეს არის ვფიქრობ, ხო? ეს არის ვფიქრობ. ოღონდ აქ არა, ნახე, ანუ წესებით რაღაცა ადამიანის გონებასთან დაკავშირებული ყველანაირი ჟესტიკულაცია არის პეპეკა, ანუ პეპეკა რუსულად არ როგორ თქვა. საწინააღმდეგო გუნდის გამარჯვება თითვლება. ამიტომ აი ესე არა, ეს ნიშნავს რომ ვერ ახარ. აჰა. ხო, არა, მე შეგნებულად ვაკეთებ ხოლმე ამას. და ასე აკეთებ, აი მე ნახე, თუ ანახებ რომ მე ვფიქრობ, მანდ უკვე ის ხდება რომ მაგას არ ეუბნები გიჟი ხარო. უნდა ანახო, ვერან მე ვფიქრობ. და თუ ვეუბნები რომ შენ მე შენ ვერ ახარ არ უნდა უთხრა, მე გავაგდებენ ანუ. აუ აგეზი კაცო. არა, ეს ძალიან აგრესიულია მაგიდაზე. კიდე რა ეს არის თუ აი მაგალითად თუ წინაზე გამიჩით ეს რო ისაო. მაშინ ის 4 ეს ახლები რო არიანო, მოსულებიო. რა მაინტერესებს ისი? აი, წესდრით სმელი ესე არ ხარ. ესე ძალიან მაგრა სასმელს როგორ იტანდი ეგა? რო თამაში საერთოდ არ გეტყობოდა ნასვამი რო იყო. ვიცი რომ არ მეტყობა ზოგადად რა გავიარეთ ეს თერაპია. მე ამოცდი და ვიცი გავიხედებოდი და გავიარეთ ეს დამზადებული. ახლა კი იღლიზებს მაფია. თემა ეხლა რა გავა. პალეს უაბრიალებს ხოლმე მოდიან. აუ, ერთადერთი რაც მაწუხებდათ მაგ თამაშზე რა, რაც მაწუხებდა, ეს ნიღაბი მიკეთია და ჭიქას ვერ პაულო, ბლუდი რაღაცას ვაკეთებ, საინტერესოს და ლამაზ. და სასარგებლოსაც მათ შორის. ჩვენის მიდგას სადღაც და ეხა არ მეთამაშება ლუდი მომაწოდე მეთქი. ასე ხო იყო და ასე შვება, ესე კიდევ თომას ამომანათებ, ესე კიდევ და ესე სვავს რა და მეთქი თხრილზე ხო არ მოიკიდა ხელი რატო შეიძლება? არა, თვალებზე ასე თვალებზე მივიჭირეო და დაბლა ჩრდილები არ დაფინახა ფაისდალიო და დახუჭე თვალები და ისე დალია რა თქმა
რავი შემოხდა. დანებებულო ეგრე როგორ შეიძლება ღამე? სვავდა თრალი ხვალ მერავდა მიდი. კალათია საუბარი. მე რა მიყვარს ნატალიას რო დაურეკავთ რომ მაგალითად 8-ზე თამაშია და ნატალი მოდი ამას პერსონალურად თუ რეკავთ ჩატში ავწერთ ხოლმე აზრი არ აქვს პაციენტებს რო ბურღავს უნდა დაურეკავ რა ჩადე უკან გვიპასუხე ამოიღე და ვურეკავ ხოლმე და როგორ პასუხობს ნატალი ხო ამაზე ფოლი არ იწერება ერთადერთი რაღაცა მის ამოღებაზე რასაც ფოლი არ იწერება ნატალი დღეს 8-ზე მოხვალ აუ მესარებას რომ მიწყება რა აი ნახე ხან როგორ არის რა მან შეიძლება ხმები გაიგოთ როცა ვიღაც საუბრობს უკენა ხმები გაიგო ეს რაღაცა ეხა ნახე რა აქვს ამათ დამოღამებული ხმის ამოღებაზე სიტყვაზე არის ფოლი ხო ხელი რომ მოკიდო და მოატრიალო არის ფოლი ამიტომ ეს რაღაც დამოღამებული ესეთ ხმებს გამოსცემენ რომ ერთმანეთს გააგებინონ რომ რესტიტულაცია უთხრა ფოლი მაგაზეთ გამხერება და ფოლია მაგრამ ჩვენთან არ არის ეგრე ჩვენ წესები გვაქვს ჩვენ თამაშობთ ჯუმანჯი მაფიას და არაფერს სხვას და წესები არის ისეთი როგორცაც ვიტყვით მე და მიშკა კი განსაკუთრებული მაფია ის ხომ მაგარი მოგიგონდა რომელი არის ხოლმე რომ რო გაბრაზდება მოთამაშე თავის წუთი ხო აქვს სანამ პასს არ ეტყვის იდეაში დროს არ ვთიშავ რა ხო მე რო არ მეკუთვნოდა ის ხო ნახე შენ გეკუთვნოდა არ მეკუთვნოდა ეკუთვნოდა ჩუსტი ჩემი სადაც მინდა იქ დავდოს გეკუთვნოდა ვსიო და ის არის რა ნახეთ თავისი წუთი დუმილში გატარება შეეძლო აქამდე მოთამაშეს არ შეუძლია 10 წამი ჩუმად ხო პასო ეგრე ვაგზელებ მაშინ ვინ გადაღებული არ გვაქვს ეგ ვანოს ვანო მოკნა მე მაგ თამაშზე კი ვანო ქრეგო ჩუმად ვანოს გაუგო დატენილი მომზადებული არის და კი 10 წამის მერე ვსიო პასო ხა ეგრე იქნება დუმი 10 წამით გავპასო ისა სანამ თქვენ დამიწერთ ამას რა ჩუსტებია ცუია ხო ის უფლებების ამას კი ნახე ხორცები ნახე ნაკრებოტო ნატალი არსებობს ქალაქური მაფია არსებობს სპორტული მაფია არსებობს ჯუმანჯი მაფია იზი ვაღიარებ რომ არსებობს მართლა ჯუმანჯი მაფია სადაც სერიული მკვლელი თავს იხილავს და ირევა მონასტერი მთლიანად აი როგორ მინდა რომ ერთხელ გადაღებათ ამ იმიტომ რომ ჩვენ რავი დღეში ვთამაშობთ 6 ხელი 7 ხელს გიჟები ვართ ჩვენ და იქ ძალიან ბევრჯერ ხდება რომ სერიული თავს იხილავს ექიმას სხვა და ხილა მე ის უეჭველი წითელი გამოსდის მაგრამ მე გამოვა ვიღაცა და იტყვის რომ მე ეს დავხილე მე ამას გახსოვს ამ ეგრე მოხდა შენ იყავი ექიმი დაჰილა 11 მაშინ მე ვთამაშობდი მაგიდაზე და მე ვიყავი სერიული და თავი დავიხილე მაფია მესროლე კაცი დაგვაკლა და იჯექი ხო რა ანუ ხო ერთი კაცი მე სროლეს და მე თავი დავიხილე მაგ დროს გავახშე სად დახილა ექიმმა მათორე სკამს ყოლა და ბარე დავსვით ბარე მიჯდეს ხო რა სარიეს კამზე დამსვეს ამას ამაშევე იქიდანო ყველაზე მეტი ძა ძალიან რთულია მიშკა როცა თამაშობს მიშკას ფერი იპოვო აი სულით არ უნდა ეხლა ეს უტრირებული საუბარი მის საყვარელი სიტყვა ეს უტრირებული საუბარი შავია გადის ასე არა რატო შავი გადის აი ხლა რომ სუ კომენტარებით აივსოს რომ აი წამყვანია თამაშით მაინც ვერ იხილავთ შევთამაშოს რატო და თუ მოითხოვა მოდი ხახლა ესე ვქნათ მოვითხოვოთ რომ წამყვანმა ითამაშოს ერთი თამაში და ჩაიწეროს მე მინდა რომ ჩვენმა გამომწერებმა ითამაშონ ერთი თამაში ითამაშონ მოდი თანახმა ხარ არა, უნდა მოითხოვოს. შავ შეგვყარებენ კი? მე უკვე მიყვარს ყველა. მოითხოვოს კომენტარები. მე ყველა მიყვარს ისიც კი. ვი? აი ისიც კი. ვი? რაღაც რა დამიწერა. ეგეც კი მიყვარს. ხო დაწერე. გულში ხარ ჩემი ძმა. ვიძმა კაცო? ვიძმა კაცო. გავხსნათ შუტკა. მე თანახმა ვარ ჩვენი გამომწერები ვათამაშოთ. მაგასოთ კი არა არც ადამიანი. დავპატირო და ვათამაშოთ. დავანებოთ და გავიხოთ. დაუსერიოზულა ბიშკაბიძია, კაი მიშკა. შეიძლება ახლა გამანებოა მაგიდაზე, მაგრამ კაი, საინტერესო რომ გალომდებიან ხოლმე, არ მიყვარს რა. კაი, ხო. რატო მე გავალახეთ. მე ვიყავ სანტენისო ახალზე, ანუ დეტექტივი ამოწმებს მე შავად, როცა ვარ წითელი მაგიდაზე და ინატალი მე ხვეწებ ახსენი, რატო ხარ წითელი და აი ახალი მოსული ვარ, აზრზე არ ვარ, რა ვილაპარაკო და რავი, წითელი კარტი ამოვიღე და მინდა რომ ქალაქმა დამიჯეროს და თან ბრაზდები რო არ მიჯერებენ რა ამ არგუმენტით, რატო ხარ წითელი ვარ კაცო, ახლა წითელი კარტი ამოვიღე.
რა არგუმენტები უნდა თქვას ახალმა მოთამაშემ? სამაგიეროდ მე როგორ ვქواو წითელზე იმენა გწნო წითელი თუ ხარ ისე ვიცი რომ წითელი ხარ ისე მაგრა თამაშობ წითელზე იმიტომ რომ მე ხა ყო ეგრე არა სხვათა შორის ბოლო რამდენიმე თამაშზე ჩემ ადამ შემაცდინა შავი იყო და ამ წითელი მეგონა ხალბატონმა აი ზის პატიოსანი არა ერთხელი იყო. რამდენიმე იყო ჩაწერის გარეშე ვითამაშეთ მანდაც ამოვიდა დონი გაიხსნა შერიფად თუ გადაურბინა შერიფს ოთა როგორი ძლიერი გოგომ რომელიც შავიდან ვერადოს ვერ თავ ვინ გაგეხსნა ხუთი ნომერი იაგო ახალი მოსულია ჩვენ კლუბში. ნო იაგო არა დიმა დიმა მარიამის მეგობარი დიმა დიმა გაგეხსნა ძლიერი მოთამაშეა მე მაგის რამდენიმე თამაშს ვუყურე იქამდე პროსტა ვესწრებოდი და ვუყურე მაგასთან არ მქონდა ნათამაშები და რო დავჯექი მაგასთან ერთად მაგიდაზე ვფიქრობდი რომ ოღონდ ხუთი ნომერი გამომყვეს და ხუთმა ნომერმა დამიჯეროს რომ მე ვარ დეტექტივი თუმე ხუთი ნომერია ნამდვილი დეტექტივი გამიხსნა ხო აი მან რაღაცა ნიუანსი არის მათ შავი აჩვენა მაგან 10 თავიდან შეიძლება 10 შავი აჩვენა გადამოწვევი და მე მიხვდა და მე წითელი აჩვენა მაგრამ უკვე იმათ შეეპარა ეჭვი გაი თავის გადამოწვევს შეეპარებოდა და ასე რომ 10 მან იმიტომ შეეპარა ეჭვი რომ მან რა იყო იცი აი ხა მე რო წითელი მჯდარი ყავი მაგიდაზე ჩემთან ერთად ჩავივიჯექი ეგ არ მოხდებოდა რაც მოხდა რა უეჭველი შერიფი არ გავყავს იმისი გადამოწმებული შავი მაინც გავიყვანოთ. ხო არა ვერსია. სხვა და ეხა მე რო წითელი ყოფილიყავი უეჭველი ვილაპარაკებდი რომ მოდი ვერსია მაინც ვთამაშოთ მეთქი მაგრამ შავი ვიყავი და მოხსნათ ეს ხუთი ნომერი რეებს ლაპარაკობს. ესე შორიდან საყურებლად არის მაგიტაზე მაგიტაზე როზი ხარ ახლა ეგ რთულია რა. ეს რა არის? ეხლა დაადებს იმას. გამისხივოს და გადავიდებ ჩუსტი გადავიდო ხო შეიძლება ოკეი გავუწევ საჩვენს ერთ თამაში ძალიან მომეწონა მე პირადად შავი რო ვიყავი და მგონი ნელ-ნელა ვიწყებ შავი კარტის მოწონა კაია იმიტომ რომ თამაში სადღაც მოგივა რა ეხლა აუ არა და შავი ის ფილესირო გადმომიგიელი ფოთალი ანუ ძირთად თავს ვიყავ ხოლმე არასდროს არ მოყვა შავი მომიგია კიდეც არა შემდეგი თამაში მინდა რომ შავმა მოიგო შეწერა შემდეგი თამაში მინდა რომ მე ვიყო შავი მე არ მინდა რომ შავი ნუ მიყურები ხა მაგთვალებით მასა კი არ მინდა მე მინდა რომ ამოვიღო და შავი ვიყო შემდეგი თამაში ავტოდრომზე მინდა რომ შავი მოიგოს ამას ამოვჭერი რომ ავტოდრომზე იქნება და შავი მოიგოს რატომ მოიგო შავი მაგათ მოიგო წითლებმა ყველა ნახე მე რაღაც მაინტერესებს სხვა რაღაც მაინტერესებს მოიგო წითელმა სერიულმა წითელმა იმას წითელმა და ეხლა ერთით შავმა რა აი მოიგე შავი მე გაიგე ეს დამისვი ერთი მაგიდაზე რა და წითელი მიეცი მაინტერესებს როგორი თამაშებს ბაკურიანში რო ვითამაშეთ რა შავებმა რომ მოვიგეთ მე და აუ რა თამაში იყო აუ ისა მოგწერეთ და მე თამაშეთ გამომწერები აუ ის ადამიანი მინდა რა რას ვერ ამბობს რატოა წითელი და რატო შავი მოვიდეს და დაწერეთ რომ გინდა თამაში არა იმ ადამიანს თამაში რო უნდა ეგ კი უეჭველი მაგრამ აისო ვერ ადასტურებენო რატო არიან წითლები შავები არგუმენტებს ვერ ამბობენო და მოდი არა ისე ჩვენ მართლა ხშირად თამაშობთ ემოციურად ემოციებით ძალიან ხშირად თამაშობთ ხო არის ვერაფერს ვერ იზამ რა მაფია ემოციური თამაშიც არის ხა ვიღაცა ემოციური შეიძლება ვიღაცა მაინც გამარჯობა თქვას და უკვე გაგიშალდეს აი ჟესტიკულაცია საერთოდ არ იცოდნენ რა და მე კიდე რაღაცებს ვეკითხები და მეუბნებიან რა არის აუ მეთქი როგორ გავაგებინო სამი ფორი მაგ მარტო როგორ გავაგებინო რას ფიქრობ და მე ვიბრძოდი იმის რომ ყველას ესწავლა რაღაცა ეხა ისე კარგად ჟესტიკულირებენ ბავშვები რომ რავი ახლა ეს რო ნახე აი გიგარკეს აი ეს რო ნახე მე მეგონა სველი ხონდა ხელები და ფერთხავდი მასო ფერთხავ ხოლმე მე ყველას თავისი საკრა მანერა და საი საყურებად სასე ყველას თავისი მანერა აქვს ჟესტიკულაციის ვიღაც ეს დაკეთებს ვიღაც შევი როგორა მოგვანახე თამაშობ ერთ ანუ თამაშობ რა და ხა ნატალი არ მყავს ნანახი და შემოვიდა ვაიმე მეთქი რაღაც დასალაგებლად შემოვიდა ბიჭო და თამაში დაიწყო და მე რა თამაში დაიწყო და ამებს აი ბიჭო ლაპარაკობ და მე ვიცი რომ ვლაპარაკობ და მომისმინოს ხალხი ვლაპარაკობ და ნატალი მეთქი ხა ამას მომამტრავამდი ანუ მაღიზიანებდა რა თავიდან ხო ანუ მეთქი ხელები გავაჩერეთ რა რომ ვლაპარაკობ მეთქი შევწუხდი და იმის მერე დღეს მე ვარ უკვე ეგრე ვიღაცა რომ ლაპარაკობს პირთან ამებს უკეთებს ძალიან მნიშვნელოვანია ჟესტიკულაცია
ყველაფერს აქვს თავისი ენა, ხო? ანუ მაფიო რაღაც ხო განსხვავდებით სხვა ადამიანებისგან. ჩვენი სპორტი გვაქვს, ჩვენი ანუ თავისი ენა აქვს მაფიას და ეს ენა არის ჟესტიკულაცია და ჯერისად სახალისაც არის რაღაცა მაფიოზი რო ხარ, ვიღაცამ რო გაიგოს რომ მაფიოზი ხარ, რაღაცა შენი ენა უნდა კონდეს რა, მარტო ამიტომ მეთქი. ასე ვასწავლდი ყველას რა თავიდან რომ აგრესია ქონდათ, რომ აი საკუთარი ენა გაქვთ, მაგას რა ჯობია, რომ აი შენი ენით საუბრობ და ყველას არ გავხარ, ხო? რაღაცა მომხიბლელია, რაღაც განსხვავებული. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ერთი რაღაცა, რომ ჩვენთან კლუბში მოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ აი ის აქ რასაც ვხედავთ ეხლა ჩვენ, რასაც ეხლა აქ ვხედავთ, ესენი ვართ. არც გადაცემას ვარცხნით, არც რაღაც განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ, აი ეს ვართ. მოდით რომ გავიზარდოთ, რომ ძალიან მაგარ პროექტებს შემოგთავაზებთ და თან დაგვილაიქეთ, დაგვიკომენტარეთ, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ 1000-ობით ნახვაზე ავდივართ და გამომწერით ცოტა. რა დრაივი ელოდებათ შემდეგში. გამომწერით ცოტა ყავს და ხე იმდენი ნახო რომ მქონდეს, რამდენი გამომწერით ყავს. მე კიდე სათქმელი მექნება რომ უკვე 10000-ობით ნახვა მაქვს ხო და. იქნება, ახალი დაწყებული გაქვს, უკვე წარმატებები გაქვს და იქნება. ეს ჩემი საყვარელი ჟესტიკულაცია, ვიღაც რო გადის ხოლმე და დაუცინი ვარ, რომ გამიხარდა, რომ გავიდო. აუ ძალიან აგრესიულია მაგიდაზე. მე? ჩემზე კეთილი? აი, არა, ძალიან აგრესიული ხარ. იმ დღეს ახლები მოვიდნენ რა და გადავუარე რა და ახლები არიანო ვიღაცა მეუნება და უნდა ასწავლო და ხა რომ იყურებ ძიძას გავარ მეთქი. აი მართლა არ გავარ ძიძას. გავარ ძიძას. ასწავლო ახლა, საბა რა ძიძას გავარ ხო? უნდა ასწავლო. არა, მე არ მიყვარს ჩემი ძმა რომ მაგიდაზე მიზის და მე წითელი ვარ, ეგ ფაქტი დიდად არ მიყვარს. ხო. უნდა ასწავლო გიგა. შოკი ვარ ხო? შოკი ვარ, ვიცოდი რა. არ მაინტერესებს და ამათე ახლა რიცხვში მე ჩემ ფანი წავ. აი ეს ხონდა შანსი და ერთ თამაშობ 9 ნომერთან, 9 ნომერო იყავი. არა. ანუ არა, ნახე. მან ვიცურავე, რა გავაკეთო? მან მეგონა 4 შავი, ანუ რა ვქნა, რა ვაღიარე, მაგრამ ვიცურავე. მაგრამ აი არ ვიცი ბიჭო 4 მეგონა აი ხალბატონო ნატალი. აი 50 1-3 წელიც რო დაამატოთ, შეიძლება დამეწიოთ და შენ თქვენი ფანებიც იყვნენ, მაგრამ აი ცოტა ხანი ჩემამდე. და მალე იქნება ვიდეო რეალობა. აი ესეთია თამაშიც. ხო. აგრესიული ხო? არა, ნატალი არის ჩემი საყვარელი მოთამაშე. გაჩვენე, მეუბნები ხო? მეუწრეზე გამოვა. არა მარტო მოთამაშე. შავი მეუბნები ბიჭო ახლა მე ხო ხედავ რომ უუტევ, მეც კი მივხვდი რომ შავი მეუწრეზე ნუ ცი რა ვიფიქრე. მე გზაში რომ მოდიოთ, შენ ხო იცი ხოლმე რომ მე ვიძახ ხოლმე რომ აი მე იმას ხედავ რა, გადაცემად ვხედავ, ესე რომ ვიცხობ თქვა. ეს არის ის არის ხედვა და მე ვარ მემორი. რაღაც გიგა, მე ხო თევზის მეხსიერება მაქვს და იმახსოვრ გისმენ. მეხსიერება მაქვს. ეხა კადრი იმახსოვრებს, მიდი აბა. ხო. მოდი. ერთხელ ცადოთ. სპორტული ჩავწეროთ. დავიღალე ამის როდი მიხვეწებით სპორტულის თამაშს და არ თამაშობთ. აი არ უნდა თარი ხალხი რომ არ უნდა და ეხა. მაფია არის გასართობი განწყობის სასამაღლებელი თამაშდა. ვის რა დავარქვათ? არ უნდა ითამაშო. სპორტული ჯუმანჯი? ერთხელ ითამაშებ რა. ჯუმანჯი სპორტულებში. აი ჯუმანჯი სპორტულად. რა? ხάμε დაგეგ მარგაი. ჯუმანჯი მაფია სპორტულად. იცი რატო? მან რო რამე მე წამყვანი არ ვიქნები. ვერი არა, ვითამაშებ კი არა, ის აკეთებ ბურჯგავა. გადაიღებს. იმას გადავიღებ მე. მე ვითამაშობ. და აუ, იცირეებს. ამერიც გადავიღებ ძალიან. რაკი სპორტულზე გადავიღებ. კამერით შემოვალ მაგით. ტიჩერი მინდა მე. მე ძალიან. ნატალი, მაგ როგორ არის ჩემს მიცემა, იცი? ესე არის. რა შუაშია და მე ტიჩერი მინდა, ტიჩერის ფანი ვარ. ხო შეიძლება ტიჩერიც დავუსვა. ტიჩერი მინდა რომ დავუსვა. სადღაც 6 ნომერსა და 7 ნომერს შორის. ჭხლებით ამას გამიკეთებს. მაგიდა რო აკეთებს თავის და კამერა რო შემოდის მაგიდასთან ქვემოთ. და მარტო ხელები რო ჩას. იესა და მაგდროს სხვა ედება. არა აი მე გეწყვით რა გადახდების თვალსაზრისით აი ულამაზესი სანახავია ამის დაგეგმვა აი მე მაგალითად მაგითი მე ხო ქალაქში თამაშობდი თავიდან და რო ვნახე სპორტულში ღამე დაგეგმის ანუ გაწევას ამოჭრით ლაიში ხო რა რო ვნახე მე რა მოჭერი პროსტა გესმით ანუ ისეთი საინტერესო და საყურებელი და სანახავი აი ფილმია რა აი არა მეც არ მომეწონა ვარ აი მაგითი მომეწონა სადოთ რა კი აი სროლა არის მაგარი ბაბა ახლა ის რა რა ჯუანში შემოკეთე და თუ გამოვა რა და როგორც იქნა მიშო რა ვის გინდა სპორტულის თამაში მეგობრებო პარადოქსი პარადოქსი უნდა მოიწვიო რატო არა რა ხო იყვნენ ჩვენთან სპორტულიც ვითამაშეთ ქალაქურიც ვითამაშეთ პარადოქსი YouTube არხი
გამოიწერეთ. გადადით გამოიწერეთ. კარგი ადამიანები არიან. ჩვენ მეგობრობთ ერთმანეთში. მე მათთან ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ბევრჯერ ვითამაშე. ძალიან მომეწონა მე იქ ყოფნა და თამაში. რა ბევრი რამე ვისწავლე მე ნამდვილად. კი, ვისა ზულუ. ვინმე გიყვანა მე. უყურებ ამ გადაცემას? დედა. თუ უყურებ ამ გადაცემას ზულუ. შენ გეუბნები? ზულუ ვინ არის? ჩავწეროთ სპორტული როგორც გადაცემა. კი ბატონო. კაი იქნება. აი მონტაჟით, კაი მე თამაში. კამერის უკან გადავალ. კამერის უკან გადავალ, კოლაბი გავაკეთებ და ჩავწერო. ოღონდ მე არ მომკლან პირველს და ეგრევე დანებებული არ მეძახონ, თორემ მივანებებ იქ ყველას დანებებულ პრომაქს და უძახებ. შენს მოედანზე იქნები. ხო, აუ შენ მოგიყევი ისა რა ქვია, ევას დანებებული პრომაქს უთხარი. და ეგონა შავს ვეძახდი, არა და არ ვეძახდი შავს, მიყვარს მე თამაში. არა, ანა თან ვიცარე, მე ის გოგო მომწონს, კარგი მოთამაშეა. ვინა? სახელი აღარ მახსოვს. რა ნომერზე იჩნდა? ჩადრით. ხო. ერთი მადი, მადი. თამაშია მაგასთან ერთად. მაგარი. მაგოგოს მიმიკები აქ. ანუ ყველა კურსი, ყველა აი. ეხლა ნახე, მე ბატო გიგამ კარგად იცის რა. თქვენც იცით უკვე ყველა რა ვინც მიცნობთ, რომ ეს ისინი მაგ უკვე დამეწყო რა. რა უნდა რა გინდა ის გახსნილი მაქვს ალბათ. ოკოჯამბოები. მაგამ იხსნება ეგოგო და ამას აკეთებს ძალიან მაგრამ ვიყიდოთ რა. ეს არის ყიდვა. აი ჟესტიკულაცია ეს არის ყიდვა. როცა მაფია ღამე იგეგმება, აკეთებენ ამას. ვიყიდოთ. და ისი კარგად გააკეთა რომ მეთქი აი ეს გადაცემი ჰოპ შავით გაიხსნა და წითელი ვიყავი. რა ვქნა გადავწვე მეთქი წითლად გავიშხლარ თუ გავაკეთო. ვინ გაიყვანეს? აი ესეთი შენ რაღაცა ესეთი. აი ნატალი, შენ მოგიძღვნი მაგ გადაცემას სპორტულს, რადგან აი რაც გაგიცანი იმის მერე იძახე რომ მოდი სპორტული ჩაწერთ და ნატალის ხათრით სპორტულის ჩაწერთ. აი როგორ ვიყვარს ჩვენ ნატალია დეიდა. მე რას რა გავაკეთებ? იცი იქიდან ხომ მოიწევთ პარადოქსთან ხალხს. აქ უნდა დავხვდეთ. მე დავждები და აი ამ ანას რომელიც ძალიან მაგარი წითელია და შავიც კაია და რაღაც ბავშვები ვარ არის. რამდენიმე ვინც უნდა დავხვდეთ აქ, ამათ კარგად დავატრენინგებ ღამის დაგეგმვაში, რომ დრო გესენი იყვნენ ღამე შავები, ხო უნდა მოუგოთ იმას. ნატალი, მაფიის სკოლას ხო არ გვიხსნი? ხო, არა, მე არა. სამ უნდა ჩაწეროთ მაგაზე ჟესტიკულაციების ახსნაზე და ჩავწერთ და აგიხსნათ ჟესტიკულაცია. ხო, ანუ იმავე რა. და კარგად აი ღამის დაგეგმვაზე ჩემს ჯუმანჯელებს კარგად დავატრენინგებთ, როგორ არ უნდა გააკეთონ, რომ შავები რო იყოთ, მოუგოთ პარადოქსს სპორტში. ბუქარი შემცველი იყო რა. ხო, ჩემ ანუ მე პარადოქსელიც ვარ, მაგრამ მე რუსტაველი ვარ და ჩემ ჩემი ქალაქი მინდა რომ წინ წამოიწიოს რა თქმა უნდა. გავაერთიანოთ ეს ორი. პარადოქსელებს რო ჩამოვლინ ჯუმანჯიში. მეგობრებო, უღრმესი მადლობა. ნატალი, ანუკი. სიუცეს, მანდარინებს. საოცარი სიუცეა დამიჯერეთ, მოდით რუსთაველებო და მადლობა ამ ხალხს. ჩვენი ბიჭები, შალი ზონა დგას ჩვენს უკან. ახალი YouTube არხი აქვს, მეგობრებს, გამოიწერეთ, გადადით, ამოვანათებს სამე შალი ზონას. სადამოვანათო. ხელით მანახ სადამოვანათო. შალი ზონა. საკითხავია ჯერ კიდევ, მაგრამ ამათ შორის ამოვანათე. შალი ზონა, აი ეს ზესავით ამოვიდა შალი ზონა. ჩემგან რუსხივები წამოვიდა. ასე ვთქვათ, ჩვენ ვეხმარებით მათ, ისინი ვეხმარებიან ჩვენ და ესეთ ლამაზ რაღაცა შემოგვი რუსთავში მე მგონი ჩვენ ხო, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ ბავშვებო, ანუ ძალიან ყოფილი. მადლობა შენ ნატალი რომ არსებობ ჩვენთან. პირველი გამოცდილება არის ჩემთვის ახლა ესეთ ფორმატში ყოფნა და თავიდან ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ ისეთი გარემოა, ისეთი მეგობრული და კაი ეს ბიჭებიც რა ვიცი, ძალიან კაი ბიჭები არიან. გარემოში ვარ იდეალურში რა, კაი ბუნება არის, მოდით ხალხო, მოდით და კაი დრო ატარეთ ზაფხულში. მივხვდი. მანდარინები არის, რავი, საოცრება. კაი გარემო, კაი სადგინა ჩაწერა. მოგზავნით, ისი ამოვნეთ, აი. პური ჯამზე ამაზე ვარ მოჭიმული მე, არა. თქვენთან კომენტარებში ერთი კომენტარი იყო, გაკათევანო ვინაა? ხო, გაკათევანო. ეხლა მე გეტყვით გაკათევანოს ნახო, სად შეგიძლიათ. დაიდება შემდეგი გადაცემა. ძალიან კარგად დააკვირდით. მაგ ჩანს გაკათევანო. იქ ვიტყვის, ვანოს კარგად დააკვირდით. უნდა დააპაუზოთ და იპოვით გაკათევანოს. ვინც იპოვის გაკათევანოს, ერთ დღეს ვაჩუქებ ჯუმანჯიში. მას და მის სამეგობროს მოგზადით და გათამაშეთ. ანუ სანაცესაოს და იმას საგვარეულოს კიდე. მიშო მარტო მაფიას თუ
ერთი ვაჩუქენ. აბა ერთი დღე, ერთი თამაში, ერთი ადამიანის რა. შარა მაფია, კაცო. იქ არის ბილიარდი, PlayStation-ი, CS:GO. მე მეგონა რულები, თვითფრინავი, რა, მე მეგონა ვანო გავაჩუქე. ვანო რაც უნდა, კაცო, ვანოს თავი დაანები, ბიჭო. ჯუმაჯი ძალიან ბევრი რაღაცა მრავალ ვაჩუქებ ერთ დღიან სრულიად ულიმიტო აბონემენტს ჯუმანჯიში თუ იპოვით და დასკრინავთ და კომენტარში დაგვიწერთ ან ჩაგვიგდებთ ვინ არის გაკათევანო. იქ არის გაკათევანო. კერარა. კერარა კლები. ახლა კი დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდე. მადლობა. გაკათე, ვანო, გაკათე.